მოგესალმებით, ჩვენ ახლა ვართ აბანოთუბანში, ქვედა ხარფუხის ისტორიულ არეალში. ეს არის უმნიშვნელოვანესი ადგილი, თბილისის გული, ჩვენი ეროვნული იდენტობისა და მეხსიერების მატარებელი ადგილი, თბილისის კულტურული სივრცე, მაგრამ ქართული ოცნების ხელისუფლება ამ ადგილს უყურებს როგორც საკადასტრო ერთეულებად დაყოფილ ტერიტორიას და აპირებს ეს ეზო ეს სახლები ადგილობრივ მაცხოვრებლებს დაატოვებინოს იძულებით მათი დების საწინააღმდეგოდ ქართული ოცნება გეგმავს ეგრეთ წოდებული ექსპროპრიაციის წესით სახელმწიფო იძულებით ადამიანები გამოიყვანოს საკუთარი კერძო საკუთრებიდან. ეს არის ადგილი, სადაც გაიმართა კრწანისის ომი, სადაც არ არის დარჩენილი არც ერთი მტკაველი მიწა, რომელიც ქართული სისხლით არ არის გაჟღენთილი და სწორედ ამ ადგილა, სადაც არის ასევე როსტომ მეფის აბანოები, აქვე არის სამასი არაგველის ძეგლი და უამრავი ღირსშესანიშნაობა, საქართველოს ღირსშესანიშნავი ადგილები, სწორედ ამ ტერიტორიაზე აპირებენ გახსნან აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურული ცენტრი. ბუნებრივია, აქ ყველა აფასებს საქართველოსა და აზერბაიჯანის პარტნიორულ ურთიერთობებს, მეზობლობას, მეგობრობას, მაგრამ ვერც ერთი მეგობრობა, ვერც ერთი პარტნიორობა ვერ გადაწონის იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჩამოართვან კერძო საკუთრება. აზერბაიჯანის სახელმწიფოს ამ ტერიტორიებში, თბილისის გულში, ისედაც ბევრი ტერიტორია ეკუთვნის, მათ მფლობელობაში არაერთი ადგილი, არაერთი შენობა არის, აქ არის განთავსებული აზერბაიჯანის საელჩო, აქ არის ჰეიდარ ალიევის სახელობის სკვერი, ჰეიდარ ალიევის სახელობის სანაპირო და დამატებით კიდევ 6000 კვადრატის გადაცემა აზერბაიჯანის სახელმწიფოს მფლობელობაში არის აბსოლუტურად ანტიქართული, ანტიეროვნული საქმე, ეს არის დამაზიანებელი და ყოვლად მიუღებელი, კატეგორიულად მიუღებელი ამ ადამიანებისთვის, ვინც აქ ცხოვრობენ უკვე 10 წლეულების განმავლობაში, ნახევარ საუკუნეზე მეტი, აქ ცხოვრობდნენ მათი წინაპრები, აქ დაიბადა და გაიზარდა ეს ხალხი და აქ იზრდებიან მათი შვილები. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს არ არის მხოლოდ ადმინისტრაციული დავა და სახელმწიფოსა და რამდენიმე მოსახლეს შორის ქონებრივი უთანხმოების გამო დაწყებული საქმე. ეს არის ღირებულებითი საკითხი, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, სად არის სახელმწიფოს უფლებები და სად არის მოქალაქის უფლებები, სად არის ეს ზღვარი, სადაც მთავრდება სახელმწიფოს ძალაუფლება და იწყება ისტორიის, ქალაქის, მოქალაქეების ხელშეუხებლობა, ადამიანის ხელშეუხებლობა. აი ამას უნდა მიაქციოს ყველა მყურადღება, რადგან საკუთრების უფლება ირღვევა, აქ ადამიანები არიან წინააღმდეგი, რომ გამოვიდნენ საკუთარი საცხოვრებელი ფართებიდან და სახელმწიფო აიძულებს მათ, რომ დატოვონ საკუთარი ტერიტორიები. როგორც თქვი, ეს არის თბილისის გული, აქედან დაიწყო საერთო თბილისი და თქვენ ძალიან კარგად გახსოვს, ყველას გვახსოვს ქართული ოცნების მიერ წარმოებული კამპანია გარეჯი საქართველოა, თუმცა ეს ყველაფერი დარჩა მხოლოდ კამპანიად, რეალობა რაც არის ჩვენ ყველა ვხედავთ და საბოლოო ჯამში ისე არ გამოვიდეს, რომ გარეჯიც არ იყო სამართლებრივად საქართველოს სახელმწიფოს მფლობელობაში და მთელი ორთაჭალა, მთელი აბანოთუბანი, ქვედა ხარფუხის ისტორიული არეალი იქცეს აზერბაიჯანის საკუთრებად.